არჩევანი უნდა გაეკეთებინა ადამიანს 64-ში და არ გააკეთა, მაგრამ მე აქ ვარ და მიუხედავად ეს დაზიანებული ბუნება გენეტიკურად მომცემს, ეს არჩევანი ჩემთვის არჩევანის არათუ უფლება. უფლებაზე არ არის საუბარი. ვალდებულება არავის არ გაუუქმებია. თორე კარგი, არ მინდა კაცო ეგ უფლება წაიღე. რას ქვია წაიღე? მაშინ ცხოველი ხარ. ეგ უფლება კი არა, ეგ არის ვალდებულება, ეგ არის ტვირთი, მაგრამ ამის გარეშე ადამიანობა არ არსებობს. ეს ვალდებულება ის კი არ არის, რომ ხანდახან უნდა გამოიყენო. ის უნდა გამოიყენო ყოველ დღე, ყოველ წუთს, ხანდახან ყოველ წამს. ის მუდმივად მოქმედებაში უნდა კონდეს და კონდეს. რას ქვია კონდეს? ეს ისეთ რას ნიშნავს? სულ ღვიძარებაში ხარ, სულ სიფხიზლეში ხარ, სულ ფორმაში ხარ. და რატო? იმიტომ როგორც კი ღვიძარება სიფხიზლეს შეწყვეტ, რომ არჩევანი სწორად გააკეთო. წეგან არა ვთქვით, ხორცი თავისას მოითხოვს. შენი დემონური ენერგიით ახსავს, სული თავისას მოითხოვს. არ კითხავს შენ პიროვნულად, იპოსტასურად არ კითხავს. თეოდორე, ხორცი არ გეკითხება. თეოდორე, აბა რა ვქნათ ახლა? ის თავისას აკეთებს, თუ აღვირი არ ამოსდე. ჩემი სიამაყე, ამპარტავნება, ეგოიზმი, ანუ სულის ეს დემონური მიდრეკელებები არ მეკითხება. თეოდორე, მოდი ახლა ვიამაყოთ რა, მოდი ეგოისტურად არ მეკითხება, ეს ეგეთი არის თვითონ. და მე თუ ფხიზლად არ ვიქნები და ჩემი პიროვნული არჩევანი სულ გასწორებული არ ამაქვს. და ესეც უნდა ვიცოდე, რაზე მქონდეს გასწორებული და ლაგამი ამოდებული ჩემ სულსა და ხორცზე არ ამაქვს. როგორც უნდა ისე მოიქცევია. და ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა. ამის აკადემია არის ქრისტიანობა. ამიტომ არ შეუძლიათ ადამიანებს იყვნენ ქრისტიანები. იმიტომ რომ ასე ცხოვრება ეძნელებათ. არ ჯობია ესე ხარი ხარალაზე იცხოვრო, მოსვენებული. მაგრამ ეს გზა ფართია, მასე მრავალი ვლენან და ეს გზა ჯოჯოხეთისკენ მიდის და ჩვენ აქ იმიტომ მოვედით, რომ ამ გზაზე არ ვიაროთ, ჩვენ ვიწრო გზაზე უნდა ვიაროთ. ეკლიანზე. რატომ არის ვიწრო და ეკლიანი? იმიტომ რომ სულ ფორმაში ხარ. დასვენების დრო არა გვაქვს. ზოგს გონია რომ ამ სამყაროში მოვიდა, იმიტომ რომ დაისვენო. სადღა დაისვენო? შეიძლება უნდა მოკვდე და როგორ უნდა დაისვენო? სიკვდილი წინგელის. საქმე გაქვს გასაკეთებელი.